სამწუხაროა მოვლენების ასე განვითარება იმ ფონზე, რომ საქართველოს ჰქონდა შანსი ყოფილიყო იმ ქვეყნების რიგში, რომელსაც საერთოდ უვიზო მიმოსვლა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია საქართველოსა და ამერიკას შორის არსებობს სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი, ქარტია, რომელიც მიზნად ისახავდა 4 ძირითად სფეროში თანამშრომლობას. მართალია ამ ხარტიას პრაქტიკული შედეგი არ ქონია, მაგრამ მისი არსებობა გულისხმობდა იმას, რომ საქართველო განიხილებოდა როგორც სტრატეგიული პარტნიორი და მომავალში, ისევე როგორც ევროკავშირთან შესაძლებელი იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აბსოლუტურად უვიზო მიმოსვლა. ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, არის დეგრადაცია იმ არსებული სისტემის, რომელიც ჰქონდა, ეს უარესია იმაზეც კი, რაც შევარდნაძის დროს იყო მიღებული, როდესაც ვიზები იყო მოკლევადიანი, ხანდახან 3 თვიანი, 6 თვიანი, მაქსიმუმ 1 წლიანი ან 2 წლიანი და უკვე ვართ იმ დონეზე, როდესაც მოქალაქეებს უწევთ აი ამ უზარმაზარი გირაოს გადახდა იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდნენ. ეს ბუნებრივია ხელს უშლის ჩვენს მოქალაქეებს შორის, ამერიკელ და ქართულ მოქალაქეებს შორის ურთიერთობების დამყარებას, ურთიერთგაცვლას კონტაქტის და შესაბამისად ამცირებს რეალურად იმის შანსებს, რომ საქართველოს და ამერიკას ჰქონდეს ისეთი ურთიერთობა, როგორც ეს თავიდან იყო განსაზღვრული იმ ადამიანების მიერ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა და ამერიკის მთავრობის მიერ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვთქვათ, ის ოფიციალური ვიზიტით, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია. აი, როცა შტატებსა და ქართულ ოცნებას შორის ურთიერთობების აღდგენაზე მიდგება საუბარი, გვესმის ხოლმე მოსაზრებები, რომ შტატებისთვის უფრო ეკონომიკური ინტერესებია რეგიონში პრიორიტეტული, რომ შეიძლება შიდა დემოკრატიულ საკითხებში არ დაწვრილმანდეს შეერთებული შტატები და რაიმე კონკრეტული პირობები არ ქონდეს, თუმცა ამ ფონზე, როცა ამერიკის საელჩო საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ კრიტიკულ განცხადებას აქვეყნებს. მათ შორის იმ სამმართველოს შექმნის შესახებ, რაც ოცნების მტკიცებით სიძულვის ენის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება, ეს თქვენი აზრით რა კონტურებს გვისახავს შტატების ინტერესის შესახებ ან იმ ურთიერთობის შესახებ, რომელზეც დიდი მეც ამყარებდა ოცნება ამ პერიოდის განმავლობაში? ბუნებრივია ისევ ქართული ოცნების უთავბოლო საგარეო პოლიტიკა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, სამწუხაროდ უნებს საქართველოს ინტერესებს, მარტო ქართული ოცნების ინტერესებს არა და სწორედ ეს არის დასანანი. ამიტომ არის რომ ჩვენ ოპოზიციური პარტიები თავისუფლების მოედანი და დანარჩენების ვიბრძვით იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოცილდეს ქართული ოცნება ხელისუფლებას, იმიტომ რომ მათი თითოეული ნაბიჯი საქართველოს აშორებს და მის მოქალაქეებს აშორებს კეთილდღეობას და ცივილიზებულ სამყაროში არსებობას. აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ ქართული ოცნება ხშირად აწყდება ასეთ გამოწვევებს, ვინაიდან მას არ ესმის რეალურად როგორ ფუნქციონირებენ ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნები, ანუ ისეთი ქვეყნები, რომელთა ხელისუფლების მანდატი ხალხის ნდობიდან გამომდინარეობს და არა ჩაყრილი ბიულეტენებიდან ან სიპებში გაფორმებული თანამშრომლების იძულებიდან, რომ მისცენ ხმა ისეთ პარტიას, რომელსაც საერთოდ არ ენდობიან და სინამდვილეში ეზიზღებათ კიდეც. აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ლოგიკური შედეგი, რომელიც უნდა დამდგარიყო. ქართულ ოცნებამ ისიც კი არ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეგრეთ წოდებული სიძულვილის ენა დაკავშირებულია თავისუფლების გამოხატვასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან და დიდი ხანია იქ დებატები იმის სასარგებლოდ გადაწყდა, რომ გამოხატვის თავისუფლება აღემატება მსგავს შეზღუდვებს. ვინაიდან ეს არის ძალიან დისკრეციული, რაც ერთისთვის შეიძლება სიძულვილის ენა იყოს, მეორისთვის იუმორია, ხოლო ქართული კანონმდებლობა ისედაც გრძალავდა ისეთი ტიპის განცხადებებს, რომელიც პირდაპირ ძალადობისკენ, ჩაგვრისკენ ან რასიზმისკენ მოუწოდებს. კი ბატონო, საელჩოც წერდა, რომ სიტყვის თავისუფლება არის ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილი და ტრამპის განცხადებებსაც ციტირებდა. თუმცა თქვენი აზრით ვერ მოახერხებს ქართული ოცნება ამ ვითარების შეცვლას თავის სასიკეთოდ, რადგან ვხედავთ, რომ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობა არ აღდგენილა, თუმცა რაღაც ტიპის კომუნიკაცია მათ შორის მაინც არსებობს, ან მიწვევა, ან ჩასვლა ვაშინგტონში ან თბილისში ჩამოსვლა. ახლა ახალი მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა ელჩის პოსტზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა რაიმე რესურსი ხელისუფლებას, რომ ის იმედები, რაც მას აქვს და მიცემული აქვს ასევე საზოგადოებისთვის, რომ პარტნიორობას აღადგენს, გაამართლოს?
ხელისუფლებას ფორმალურად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ დიამეტრალურად გამოასწოროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, ევროკავშირთან ურთიერთობაც გამოსწორებადია. თუკის გადადგამს იმ ძირითად ნაბიჯებს, რასაც მთელი ცივილიზებული სამყარო, არ ვსაუბრობ ბარბაროს ქვეყნებზე, როგორც არის ვთქვათ რუსეთი, ხო? მაგრამ ცივილიზებული სამყარო, რასაც მოითხოვს. პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება, აბსურდული დრაკონული კანონების უკან გაწვევა, მათ შორის იმ კანონის, რაზეც საელჩოს ჰქონდა გამოხმაურება და საქართველოში ელემენტარულად მინიმალური დემოკრატიული გარემოს შექმნა, რომელიც საშუალებას მოგცემს სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორც აქამდე ტარდებოდა საქართველოში, თუნდაც სააკაშვილის დროს, თუნდაც შევარდნაძის დროსაც კი და თუნდაც ოცნების ადრეულ წლებში, სადაც ოპოზიციას მიეცემა რეალური შანსი შეცვალოს ხელისუფლება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის განწყობა დღეს უკვე ძალიან ნათელია. როცა სამართლიან არჩევნებზე საუბრობთ, ამ კვირაში იყო სასაუბრო თემა, რა შეუძლია აქ ოპოზიციას და მათ შორის ვიქტორ ყიფიანს ჰქონდა ინიციატივა, მათ შორის ოპოზიციის მისამართით, რომ უნდა მოხდეს მაქსიმალურად გამოვაჭრება ისეთი პირობებისა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მისცემდა აზრს და შესაბამისად შესძენდა კიდეც აზრს. და ფიქრობს, რომ საჭიროა ფუნდამენტურ თემებზე ოპოზიციას შორის შეთანხმება, იმისთვის რომ საუბარი მოხდეს ქართულ ოცნებასთან. თქვენ როგორ გაიგეთ ეს თემა და როგორ ხედავთ ამ ამბავში საკუთარი პარტიის ადგილს და როლს? ძალიან საინტერესოა, რომ ბატონი ვიქტორი შემოუერთდა ამ დისკუსიას, რომელიც სამართლიან არჩევნებს ეხება. არსებობდა არაერთი პლატფორმა, რომელზედაც არჩევნების საკითხი იქნა განხილული. მათ შორის არა მარტო ვთქვათ ოპოზიციის ალიანსში, ხომ, ასევე არის საკოორდინაციო პლატფორმა, საკოორდინაციო საბჭო, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ. იქ საარჩევნო ექსპერტებმა, კონსტიტუციონალისტებმა მოამზადეს არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც ეხებოდა იმას, თუ როგორი უნდა იყოს ის არჩევნები, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ხალხის ხმა გარდაიქმნება რეალურად მანდატებში. კარგია, რომ ამ დებატებს შემოუერთდა ახალი გაერთიანება ბატონი ვიქტორის ხელმძღვანელობით. არ შეიძლება ამას ჩვენ არ მივესალმოთ და ეს არის კარგი ტენდენცია, რომელიც აჩვენებს იმას, რომ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში მწიფდება ის აზრი, რომ ნამდვილად აუცილებელია სამოქალაქო კონსენსუსის შექმნა იმაზე, თუ რა არის ის ელემენტარული მოთხოვნები, რომელიც ქართულმა ოცნებამ, ქართული ოცნება, რაზეც ვალდებულია, რომ დაყაბულდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ცივილიზებულ სამყაროს და არ იყოს გარიყული, როგორც არის დღეს ავღანეთი ან ჩრდილოეთ კორეა. იმიტომ რომ თქვენ სრული თანხმედრა გაქვთ ამ ინიციატივასთან? რა თქმა უნდა, რა შეიძლება გქონდეს იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენ ვცადოთ და გამოვივაჭროთ საუკეთესო პირობები ქართული ოცნებისგან. ან რა არის ამაში ახალი? ამაზე არ მსჯელობთ, ის ნებისმიერი პროტესტი და წინააღმდეგობა ხომ სწორედ იმის ნაწილია, რომ რაც შეიძლება უკეთესი პირობები მივიღოთ ქართული ოცნებისგან. კი ბატონო, რადგან აი მაგალითად ამ შემდეგ რაც არა, ნახეთ, ერთადერთი მიზნი, რომ ჩატარდეთ ისეთი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის ნება გაუტოლდება იმ მანდატებს, რომელსაც შემდგომ მიიღებენ გამარჯვებული პარტიები. ეს არის და ეს, მეტი კი არაფერი. მას შემდეგ რაც ვიქტორ ყიფიანის ეს ინიციატივა გახმოვანდა, ბევრისთვის სიახლე არც ყოფილა, თუმცა მათ შორის ალიანსში ჰქონდა სკეპტიციზმი პასუხად, რადგან აი მაგალითად გიგა ლემონჯავა ამბობდა, რომ ამ ეტაპზე ამ მოცემულობაში ქართულ ოცნებასთან რაიმე ტიპის დისკუსია სამართლიანი არჩევნების წესებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უშინაარსო და კონტრპროდუქტიული. ანუ როცა ყიფიანი საუბრობს, რომ საერთო ფუნდამენტურ წესებზე შევთანხმდეთ იმისთვის, რომ გქონდეს ასე ვთქვათ შეთანხმებული პოზიცია სასაუბროთ ქართულ ოცნებასთან, თქვენ ხედავთ აქ აზრს და შინაარს? აი ნახეთ, პიროდ ირენე ხოშტარიას რამდენადაც ვიცი, ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰქონდა ამ თემაზე თუ არ მეშლება, ხო? ამიტომ მე ვამბობ, რომ ისეთ ძირითად თემებზე, როგორც არის პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება, საარჩევნო გარემოს ცივილიზებულ, ასე ვთქვათ, სამყაროსთან არსებულ გარემოსთან დაახლოვება, სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა არის ის ორი ძირითადი მოთხოვნა, რაზეც მთელი დემოკრატიული ოპოზიცია თანხმდება.
არსებობს არაერთი დოკუმენტი, მათ შორის დეტალური დოკუმენტი, რომელიც ასახავს თუ როგორი უნდა იყოს ეს საარჩევნო გარემო. ამიტომ თუ ამაზე მუშაობა გაგრძელდება, ჩვენ შევქმნით ისეთ დოკუმენტს, რომელსაც შეუერთდებიან უკვე არა მარტო თქვათ ჯერ საქართველოს, არამედ თქვათ სოციალ-დემოკრატებით, შეუერთდებიან თქვათ სართული, შეუერთდება ლელო, შეუერთდება გახარია საქართველოსთვის და ყველა დანარჩენი პარტია, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილი და ქართული ოცნება საქართველოსთვის დამპუპველია, ამას რა ჯობია, ხომ? აი მე ვიტყოდი, რომ თავისუფლების მოედნის ნაბიჯი, როდესაც ის გაწევრიანდა და შექმნა ფაქტიურად ოპოზიციის ალიანსი, მიიღო ამის შექმნაში მონაწილეობა, ზუსტად ის იყო, რომ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსისთვის მიგვეღწია ამ ორ თემასთან დაკავშირებით, რომელზედაც სიტყვიერად პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტია თანხმდება. ეს ახლა ამ ფორმატში იქნება თუ ფორმატს გარეთ, ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ის მიზანი ჩვენ გქონდეს ერთიანი ფრონტი ქართული ოცნების წინააღმდეგ, თუ მიღწეულ იქნა ამას რაც ჯობს.